მოვლენები, რომლებიც თქვენი ინტერესის საგანი ხდება. ფაქტები, რომლებიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. ისტორიები, რომლებსაც არ აქვთ დასასრული. პოლიტიკა და პოლიტიკოსები ქართულ რეალობაში. ყოველ პარასკევს, მხოლოდ ITV-ს ეთერში, ჩვენ კვირის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებზე მოგიყვებით. ჩვენ თქვენთან ერთად ვქმნით რეალობას. მასწავლებლები და მოსამართლეები გისოსებს მიღმა, ჟურნალისტები განსასჯელის სკამზე. ასეთი პოლიტიკური გეგმები კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს ეკუთვნის. ბიძინა ივანიშვილის საზოგადოების ნაწილს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გასამართლებით ემუქრება. მუქარა ოცნებიდან თითქმის ყოველდღე ისმის. აქტივისტები, პარტიის წევრები და კარგად ნაცნობი პოლიტიკური სახეები 1 ოქტომბრის შემდეგ მათთვის მიუღებელ პერსონებს მის ხანების დღეს უწინასწარმეტყველებენ. ოცნებათა მუქარით შეცვლილი კრიტიკა და რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის მიერ გახარისხებული საზოგადოება. დაწუნებულები, მოწონებულები, ხილებულები და დატოქსულები. თავარი თემა გიამბობთ. ეპისტოლარული ჟანრით გატაცებულმა მილიარდელმა ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დახარისხება პოლიტიკაში გამოჩენისთანავე დაიწყო. ივანიშვილისთვის საზოგადოება ორ ბანაკად იქცა: მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები. განსხვავებული აზრის მქონენი ქართულ ოცნებაში მტრად შეირაცხნენ. მეოცნებეთა ლიდერის კრიტიკულ ტონს კი აგრესია შეერია. პედაგოგები ძალიან ხშირად არიან და ხშირად გამონათლებლებიც არიან, განათლებები ხელოვნებაში მაქსიმალისტ უმაღლესი განათლების გარეშე. ძალიან რთული მომენტია, მაგრამ არც მათ არ ვაპატიეთ, ძალიან ბევრი დაიჯება იქედანაც და ძალიან ბევრი გადაყვება თავის სამართლარს და შეიძლება დაკარგოს რაღაც ეტაპზე და თავისუფლება ამის საფასურად. განსასჯელის საჯარო მოხელეების სია ბიძინა ივანიშვილმა ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კიდევ უფრო განავრცო. ივანიშვილმა პედაგოგებს მოსამართლეებიც დაამატა და განსასჯელის სკამზე მოხვედრა მათაც უწინასწარმეტყველა. პედაგოგები კი არა, მოსამართლეებიც ჩემი აზრით, მაგრამ არა მტკიცებულებით. მოსამართლეებიც და პრეცედენტი შეიქმნება საქართველოში, მე მგონია და დიდი ალბათობა იმის, რომ არათუ პედაგოგები მოსამართლეებიც გასამართლდებიან. ყოველ შემთხვევაში ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან ბევრი საბუთი იმისთვის, რომ ჩვენ აუცილებლად შევიტანთ ნორმალურ სასამართლოში მათზე და მოვითხოვთ, რომ მათ პასუხი აგონ იმ დარღვევებზე, რომლებსაც ესენი ახორციელებენ და საერთოდ კანონი რომ დაავიწყდათ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი სამართლებრივ სახელმწიფოში, რომლის აშენებასაც ჩვენ ვაპირებთ, შეიძლება დაქვემდებაროს გასამართლებას და მასწავლებელი არ არის გამოსარჩევი. ანტიპედაგოგიური კამპანია ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე კვირის წინ აქტიურად დაიწყო. მასწავლებლების კრიტიკას და მათი მისამართით მუქარას ქართული ოცნების ლიდერმა რუსთავის აქციაზე კიდევ უფრო მეტი დრო დაუთმო. აგრესიული განცხადებები თერჯოლოში გამართულ აქციაზეც ისმოდა. საკუთარი თავი და მომავალი შეუძლიათ გაიკვიდუროთ. მე კიდევ ერთხელ მიმართავ მათ. შეაჩერონ ძალადობა და ჩადგნენ ხალხის სამსახურში სანაპიროა. მეოთხე ხელისუფლებასაც მიმართავ, მედიას წარმოადგენლებსაც. მოახერხეთ დარჩენილ დროში და ჩადეკით კანონიერებისა და ხალხის სამსახურში. როგორც ხელისუფლების სახელებს, უმაღლეს ხელისუფლებს, ისევე მეოთხე ხელისუფლებასაც. დაწუნებულების, დატოქსულების, მხილებულებისა და გისოსებს მიღმა მოსახვედრთა ივანიშვილისეულ სიაში ქართველი ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ. მედიის ის ნაწილი, რომელმაც ოლიგარქის მიერ ჩატარებული კასტინგი თავის დროზე ვერ გაიარა, ივანიშვილის მუქარის ერთ-ერთი სამიზნე ხდება. მეოცნებეთა ლიდერი მისთვის არასასიამოვნო შეკითხვების ავტორთა მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავს და მათაც გისოსებს მიღმა აღმოჩენით ტელეკომპანია მაესტროს ეთერიდან ემუქრება. ეს პასუხისგებაც მოუწევს, ესე არ იქნება, რომ ყველაფერს გადავლობს, ყველაფერს ძალადობას ემორჩილება და იმის შემდგომ ყველას თავზე ხელს გადაუსვამთ, ესე არ იქნება. ჟურნალისტებსაც ძალიან ხშირად მიმართავ, რომ ეს თქვენი შვილების, თქვენი მომავალია. უნდა მიმართო ფოთიდან ჟურნალისტებს.
ნუ შეგეშინდება ზედმეტად. თქვენ გამოიჩინეთ და გაუწიეთ მოქალაქეური წინააღმდეგობა. თქვენ ნუ შეებრძოლებით თვითონ საკუთარ მომავალს. ნუ გაუფუჭებთ მომავალს თქვენ შვილებს. ჩემი თხოვნა იქნება და საზოგადოების მოთხოვნა იქნება და ეს მოთხოვნა სანამ მკვეთრად გაჟღერებულა მე თქვენ გთხოვდით რომ როგორმე პოზიცია შეიცვალოთ. როგორმე გახდეთ უფრო ობიექტურები, გაუწიეთ წინააღმდეგობა. ნუ ექვემდებარებით ძალადობას, დრო დარჩა ძალიან ცოტა და ნუ მოხდება ის რომ ჩვენ მოვალთ, გავიმარჯვებთ და თქვენ საზოგადოებაში წევრობა გაგიჭირდებათ. რამდენადაც საზოგადოება ძალიან გაღიზიანებულია, ძალიან ბევრ ჟურნალისტს. როდესაც მოვალთ და მოვალთ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა საზოგადოებრივი არხის წარმომადგენელს არ გადაუხდის საზოგადოება ხელფასს. ქართულ მედიას ჯერ რიტორიკის შეცვლა ურჩია, შემდეგ კი ტონის გამკაცრება გადაწყვიტა და გაპოლიტიკოსებიდან 11 თვის თავზე ჯერ არ მიღებული ძალაუფლების დემონსტრირებას სცადა. მაგალითი პარტიული ლიდერისგან კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალმა პოლიტიკოსთა ნაწილმა სწრაფად აიღო. ბოლო პერიოდში მათი მუქარა შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ნაბოზ ვარი ხა. დედა და შენი გამომგზავნის დედა შევეცი. საუბარი, აი ესეთი კარცელი ლუქსი გინდა თქვენ და თქვენაი პრაფანი. უწოდინე გაიგე? ჟურნალი. დაჟეკითხა და ისწავლე რაღაც. თქვენ ამბობთ, რომ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მე ჩავწდები კარცერში. თქვენ ჩავწდებით ლუქსში. არჩევნების მერე რედისანა ჟურნალისტებთან ყველას თავის ადგილს მიუჭირ. კითხვაზე გიპასუხეთ და ერთი და იგივეს ნუ იმეორებთ თუთიყუშივით გავიგე. შეიძლება ეხლა დაგატოვებინებთ ბრიფინგს, იმიტომ რომ უკვე უზრდელობაში გადადიხართ. ბოლო მუქარა კი ოცნების ლიდერისგან გასულ კვირას გაისმა. ივანიშვილი დამნაშავეებს ამჯერად ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილეებს შორის ეძებს და მათ დასჯას აპირებს. მე მინდა რომ ჩვენმა ქისტებმა, ჩვენმა თანამემამულეებმა, დაღუპულების ნათესავმა და ახლობლებმა აუცილებლად იცოდნენ რომ ამ უბედურებას ჩვენ გამოუძიებას არ დავტოვებთ. ყველაფერს გავარკვევთ და გპირდებით ყველას რომ დამნაშავე არ დარჩება დაუჭირ. მობილიზაციაზე არის საუბარი არჩევნების შემდეგ მიდიხარდა და რა რეაქცია ქონდა ამაზე? ამას თქვენ რუსთავი ხართ, ხო? მსგავს შეკითხვებს სანამ დასმულ კითხვას უპასუხებს ხშირად სვამს. ცდილობს გაარკვიოს კითხვის ავტორი რომელ ტელეკომპანიას ეკუთვნის. მხოლოდ ამის შემდეგ წვეთს შეურიოს თუ არა პასუხს მუქარის ტონი. რეალური სააკაშვილის სახე. სააკაშვილმა დააფუძნა ამ ქვეყანაში სიცრუე და ძალადობა. ყველაზე კარგად სააკაშვილის სახეს, რეალურ სახეს რეალიტივი აჩვენებს სწორედ და თქვენი ტელევიზია. ქართული ოცნების ლიდერმა საზოგადოების დახარისხება პოლიტიკაში გამოჩენისთანავე დაიწყო. ივანიშვილის მრავალგვერდიან ეპისტოლეებში ხშირად წაიკითხავდით ფსევდო-ოპოზიციისა და მოსყიდულ ჟურნალისტთა ამბავს, რომლებსაც ოლიგარქი მორალს მამაშვილურად უკითხავდა. თან პარტიების, ან ტელეკომპანიების ბიუჯეტით დაინტერესებულმა მილიარდელმა მათ ნაწილს დემოკრატიის სახელით უანგაროდ დახმარებად შესთავაზა. მე ვეკითხები მაესტრო ჟურნალისტებს და თუნდაც მის ადმინისტრაციასა და დამფუძნებლებს, როდესაც ტელევიზიას მართავს ფსევდო-ოპოზიციონერის ეროსი კიძმარიშვილის კომპანია, შეიძლება თუ არა რომ ვიღაცას ჰქონდეს ილუზია, რომ ასეთი ტიპის ადამიანი გახდება თავისუფალი სიტყვის გარანტი. მე კიდევ ერთხელ ვთავაზობ მათ, მზად ვარ თქვენ წინაშე ავიღო ყველა ფინანსური ვალდებულება. ბატონო დავით, არ მინდა მე თქვენი კავკასია, ნურც მომყიდით და ნურც მაჩუქებთ, მაგრამ თქვენი ყავით ობიექტური, მართალი და ობიექტური ოღონდ არა დღე გამოშვებით, არა ხანდახან, არამედ მთლიანად. 24 საათის განმავლობაში ფინანსური პრობლემები გიშლით ხელს, არაფერი არ მინდა თქვენგან, ისე დაგეხმარებით. რატომ გახშირდა კოალიცია ქართულ ოცნებაში სხვადასხვა პროფესიის პირებისა და საჯარო მოხელეების მიმართ აგრესია? ამ კითხვას საზოგადოება სულ უფრო ხშირად სვამს. ივანიშვილის განცხადებებში აგრესიულ ტონს და მუქარას ექსპერტები და პოლიტოლოგები კონკრეტული მიზეზით ხსნიან და აცხადებენ, რომ შესაძლოა საარჩევნო კამპანიის დარჩენილ პერიოდში ივანიშვილის და ქართული ოცნების აგრესიული ტონი კიდევ უფრო გამძაფრდეს.
ამ კვირის მთავარი თემა მე ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. ჩვენ ერთმანეთს კვლავ მომავალ პარასკევს ITV-ს ეთერში შევხვდებით. მშვიდობიან კვირას გისურვებთ. მოვლენები, რომლებიც თქვენი ინტერესის საგანი ხდება. ფაქტები, რომლებიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს. ისტორიები, რომლებსაც არ აქვს დასასრული. პოლიტიკა და პოლიტიკოსები ქართულ რეალობაში. ყოველ პარასკევს, მხოლოდ ITV-ს ეთერში, ჩვენ კვირის მთავარ პოლიტიკურ მოვლენებზე მოგუყვებით. ჩვენ თქვენთან ერთად გვქნით რეალობას.